2022 წელს ორგანიზაცია ოდაქიარმა ამ პროგრამის განხორციელება გურიის რეგიონში პირველად დაიწყო ასოციაცია ანიკას, თელავის განვითარების ცენტრის და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დანერგა შინმოვლა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა, ხოლო რანჩხუთის მუნიციპალიტეტში აბილიტაცია რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა უკვე არის სახელმწიფო პროგრამა. პერსონალური ასისტენტის მომსახურება ეს არის ის სოციალური სერვისი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შემდგომი პირის დამოუკიდებლების ცხოვრების ხელშეწყობას, მათ არანაირი სოციალური სერვისზე ხელმისაწვდომობა არ ქონდათ. ისინი არ იყვნენ სახლში, შესაბამისად სერვისი არ ქონდეს გამო ისინი საზოგადოებაში ინტეგრაციას ვერ ახერხებდნენ და ეს ძალიან რთულია იმ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ გარეთ გამოვიდეს, უნდა რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული იყოს. ეს სერვისი მას ყველაფერს უწყობს ხელს, აუცილებელია. მუშაობ პერსონალურ ასისტენტად აკაკისან. აკაკი მიყვავს კოლეჯი არის ჩვენთან გორიზონტის. სწავლობს მიწასთან მუშაობას, ყვავილების დარგვას, ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, მასწავლებლებთან, გარემოსთან. აკაკი ცხოვრობს ამაღლებაში. ეს რაიონიდან არის მოცილებული 7 კილომეტრით. და აკაკისთან გამოსვლა, კოლეჯში წაყვანა, მშობელთან პატრონთან ჩაბარება ბავშვის და თითქმის 30 კილომეტრის გავლა გვიწევს ერთ გამოსვლაზე. და ეს ცოტათი რთული არის. ჩვენთან არ არის შიდა ტრანსპორტი. რაც გადაადგილებაში უშლის ხელს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ასევე პერსონალურ ასისტენტს, რომ მივიდეს პირთან და გაუწიოს მომსახურება. მეტნაკლებად ამას გარკვეულ ეტაპამდე ვახერხებთ, თუმცა ვერა ყველასთან. ძირითადი პრობლემა არის ეს. გასეირნებაში, კვებაში, ჩაცმაში, საპირფარეშოში რა ვიცი, სულ ყველაფერში ჭირდება გიორგის გვერდში დგომა და როცა პერსონალური ასისტენტი სულ მასთან ზის, ჩვენთვის მშობლებისთვისაც ცოტა შევიმსუბუქეთ ის თავისუფლად და იმათ ვუტოვებ, მივდივარ სადმე მაღაზიაში. გიორგისაც ისე უყვარს ერთი დღეც რო არ მოვიდეს, ვაიმე სულ იყურება ჭიშკისკენ ნონასა და ტელეფონით უნდა ვასაუბრო, როცა არ მოდის.